კიდევ ამბობდნენ, რომ მაკიაველი არის იტალიის გზნებარე პატრიოტი და მას სურს, რომ მისი ქვეყანა გაერთიანდეს და ასე და ამგვარად ცდილობს, რომ ამ დაქსაქსულობის მიზეზები გვამცნოს ჩვენ. ერთი სიტყვით, ამ 100 გვერდიანი წიგნის ირგვლივ არსებობს მრავალი სხვადასხვანაირი აზრი. რატომ ხდება ეს? ძირითადად იმიტომ, რომ მაკიაველი იყო აღმომჩენი ახალი რეალობისა და ამ თვალსაზრისით ძალიან გავდა ქრისტეფორე კოლუმბს. რითი გავდა? იმით, რომ კოლუმბიც ვერ მიხვდა რა აღმოაჩინა. თუ იცით, მას სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ ის ჩავიდა ინდოეთში. აი, მაკიაველი ხვდება რაღაცას, მაგრამ ვერ გამოხატავს ისე, როგორც ფილოსოფოსი. ის არც არის ფილოსოფოსი, ის არის პოლიტიკოსი. ის ცხადად არსად არ ამბობს თავისი აღმოჩენის შესახებ. ჩვენ ახლა უნდა შევეცადოთ ვნახოთ ეს აღმოჩენა რა არის. არ ამბობს კი არა, ვერ ამბობს, იმიტომ რომ არც ფიქრობს ამაზე. ის ასე ვთქვათ, ნიჭიერი კაცია. რაღაცას ეხება სიბნელეში. რას ეხება ის? ის გვეუბნება ჩვენ იმისათვის, რომ მივახციოთ მიზანს, უნდა ვიცოდეთ რეალობა. ამაში ძალიან ძნელია შეეკამათო. თუ არ ვიცით რეალობა როგორია, თუ ვართ იდეალების ტყვე, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. რა არის იდეალი? ცოტა მოგვიანებით ნახავთ. მაგრამ როგორ უნდა ვიცოდეთ რეალობა? როგორც ჰუმანისტი გასაგებია, რომ უმთავრესი შესასწავლი რეალობა მისთვის იყო რა? საზოგადოება, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. რა თქმა უნდა, მან არ იცის რას ნიშნავს სოციოლოგია და არც ის იცის რა არის ფსიქოლოგია, ეს ტერმინები ჯერ არ არსებობს. მაგრამ ის ამბობს, უნდა ვიცოდეთ როგორ არის აწყობილი ადამიანების ერთად ცხოვრება და როგორ არის აწყობილი თვითონ ადამიანი, მისი სული. აი ეს უნდა ვიცოდეთ ზუსტად. თანაც ადამიანებს უნდა ასწავლო ქცევა, თვითონ არავინ არაფერი არ იცის. ადამიანი საზოგადოებაში ცხოვრებას, თავის მსგავსთა შორის ცხოვრებას სწავლობს. ეს არ არის თანდაყოლილი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და გარდა ამისა, იმისათვის, რომ რაღაც ვიცოდეთ, უნდა მოვახდინოთ დისტანცირება. და მოყავს აი სწორედ თავისი დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მაგალითი. ვისაც სურს მთის დახატვა, მთაზე არ რჩება, ის ჩამოდის ბარში და ამ მანძილიდან უყურებს მთას. ასევე ვისაც უნდა, ასე ვთქვათ, დაბლობის პანორამა დახატოს, ის უნდა ავიდეს მთაში და სიმაღლიდან გადახედოს ამ ვაკეს, რომ მისი გამოსახულება მოგცეს. ეს ერთი მხრივ თითქოს და მეტაფორაა, მართლაც რენესანსული მხატვრობას შეეხება, მაგრამ რაზე მიგვანიშნებს ის? მიგვანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არიან ნაწილები, ისევე როგორც მთა და ბარი, ნაწილები, ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება, იმიტომ რომ მათ სხვადასხვა რამე უნდათ. და ისინი ვერასოდეს ვერ შერიგდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში არიან, მოქმედებს ისეთი კანონი, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი თანამედროვე ინგლისელი სერ ისაია ბერლინი ამბობს, მგლების თავისუფლება ყოველთვის ნიშნავს ცხოვრების სიკვდილს. აი ეს არის საზოგადოებაში. ახლა დააკვირდით, რამდენად განსხვავდება ეს პლატონისაგან. პლატონი არავის ინტერესებს თავის სახელმწიფოში არ ითვალისწინებს. იქ ფილოსოფოსი ადგენს, ვის რა უნდა უნდოდეს. იქ სოკრატე ამბობს, ამათ ეს უნდათ და ამით უნდა დაკმაყოფილდნენ. იქ მცველებს უნდათ ეს, ამიტომ უნდა იყვნენ ასეთები.
მაგრამ მაკიაველი, ასე ვთქვათ, რეალისტია. ის გვეუბნება, ადამიანებს უნდათ სხვადასხვა რამ. ამას ვერაფერს ვერ უზამ. ამას ვერაფრით ვერ გამოასწორებ. და ეს სხვადასხვა რამ არასოდეს არ შეურიგდება ერთმანეთს. ანუ მმართველმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ვერასოდეს ვერ მოახერხებს მთლიანად მოსპოს, მთლიანად მოსპოს საზოგადოებაში იმთავითვე არსებული კონფლიქტები. მაგრამ როგორები არიან ადამიანები? ისინი ერთნაირად კეთსიხრიან, როგორც სასტიკი, ასევე კეთილი მმართველის წინაშე. ისინი არიან უმადურები. ისინი ამბობენ, მთავრობა ჩვენ არ გვეხმარება. ან ამბობენ, რად გვინდა ეს ვაუჩერები. ადამიანი უმადურია. რა ვქნათ? ეს ცუდია, მაგრამ ამას ვერაფერს უზამ. ამ სიტუაციაში თუ მე როგორც ხელმწიფე ვარ იდეალების ტყვე, ანუ მგონია რომ ადამიანი არის ასეთი და არა ისეთი როგორც ის არის სინამდვილეში, მე განწირული ვარ რომ დავკარგოთ ძალაუფლება. აი აქ სწორედ ჩვენ მივახლოვდით ერთ მომენტს, რომ იდეალების ძირითადი სფერო რა, რელიგია. რა არის რელიგია მაკიაველისათვის? ეს არის სოციალური ერთიანობის ფაქტორი. თუ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, ესე იგი არ ვარგა. მაგალითად 70-იან წლებში კამბოჯაში იყო საშინელება, მაშინ მთელი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამოწყვიტეს საკუთარმა მთავრობამ. ერთ-ერთი მიზეზი იყო ბუდისტური იდეოლოგია, რომელიც ქადაგებს მორჩილებას ცხოვრების წინაშე. ეს ადამიანები იტანდნენ ამას ყველაფერს, შესაძლოა იცით შეგნებულად არა, მაგრამ ასე იყვნენ აღზრდილნი. ასე ვთქვათ, ღირებულებათა სისტემით იყვნენ აღზრდილნი. და მათთვის მოთმენა, თუნდაც ამ დონეზეც კი, როდესაც მათ თავში ურტყამდნენ წერაქვს. ამის მოთმენა იყო სიკეთე, სულიერი სრულყოფილება. მაკიაველი სწორედ ამგვარ უვარგის რელიგიად მიიჩნევს ქრისტიანობას. ის ამბობს, რომ თუ რომში, თუ ბერძნულ პოლისში რელიგია ადამიანებში ზრდიდა თავის გამოჩენის წყურვილს, საკუთარი ძლიერების შეგნებას, ერთიანობისაკენ სწრაფვას, ჩვენი რელიგია ადამიანებს მოუწოდებს სულის ცხოვრებისაკენ, ეუბნება მას, რომ აქაური ცხოვრება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რას იქნება სიკვდილის შემდეგ და ქადაგებს სისუსტესა და სინანულს, შესაბამისად ამ საფუძველზე საზოგადოებისა და მით უმეტეს სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფოს აშენება არის შეუძლებელი.